მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, ვიწყებთ გადაცემას ახალი პარადიგმა, მე მისი წამყვანი თენგო ომანიძე გახლავართ. დღევანდელ ეთერში ჩვენი სტუმარი იქნება ისტორიის დოქტორი, ასევე პროფესიული უსაფრთხოების დოქტორი, პროფესორი ბატონი დავით კუხალაშვილი. მოგესალმებით, ბატონო დავით, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მადლობა მოწვევისათვის. ბატონ დავით, დღევანდელ გადაცემაში გვინდოდა გვესაუბრა იმ გამოწვევებზე, რა გამოწვევების წინაშედაც ჩვენი ქვეყანა დგება რეგიონში შეცვლილი სურათის ფონზე. ის რომ რეგიონში, ჩვენს რეგიონში, კავკასიის რეგიონში სურათი არის კარდინალურად შეცვლილი ბოლო თვეების განმავლობაში, ალბათ ცხადი არის უკვე არამხოლოდ არასაჯარო, მათ შორის საჯარო ინფორმაციებითაც, რასაც ვიღებთ. ეს დაკავშირებულია მაგალითად რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ბოლო პერიოდში ურთიერთობების კრიტიკულ დაძაბვასთან. ეს დაკავშირებულია სომხეთსა და იგივე რუსეთს შორის ურთიერთობების ცვლილებებთან, ასევე სომხეთის გარკვეულ, არ ვიცი, სწორად ვიტყვი თუ არა ამ ტერმინს, მაგრამ დაახლოებასთან სომხური ინტერესების იგივე აზერბაიჯანულ-თურქულ კოალიციასთან და ასე შემდეგ. ერთი რამ ცხადია, რომ კავკასია დღეს აღარ არის ისეთი და იმ მათ შორის პოლიტიკური შემადგენლითაც აღარ არის თუ გეოპოლიტიკური შემადგენლითაც ისეთივე როგორც ეს იყო რამდენიმე წლის წინ და ბუნებრივია რომ ეს ყოველივე საქართველოსზეც და საქართველოს ინტერესებზეც ახდენს გარკვეულ გავლენებს. პირველ რიგში აი თქვენი აზრი ამ საკითხზე იქნება საინტერესო, თქვენ თუ აფასებთ ამ ყველაფერს როგორც აი კარდინალურ ცვლილებას, მნიშვნელოვან ცვლილებებს თუ ეს არის რაღაც ისეთი მიმდინარე პოლიტიკური საკითხები, რაც საბოლოო ჯამში ძირითად სურათს ძალთა ბალანსს არ ცვლის ჩვენთან. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ის გარემოება, რომ ეს არის პრაქტიკულად ეგრეთ წოდებული სასუნთქი ძირითადი ხორხის გადაკეთვის თანდათანობითი უფრო შევიწროების ცდელობა. მე ვფიქრობ, რომ უცხო სახელმწიფოების ინტერესების გადაკვეთის პიკზე ვიმყოფებით და შესაბამისად ყველა ის აქტიური ზოგჯერ ღია და ზოგჯერ დახურული შეხვედრები, რომელიც მიმდინარეობს ამ სახელმწიფოს ლიდერს შორის და აქ მარტო ლიდერები არ მონაწილეობენ, ალბათობის მაღალი ხარისხის არიან ადამიანები, რომლებიც და მათ შორის დიპლომატიური დაზვერვა, რომელიც აქტიურად მოღვაწეობს ამ კოორდინირებულ ქმედებებთან დაკავშირებით თავის სახელმწიფოსთან მიმართებაში, ვფიქრობ, რომ იმყოფებით ძალიან მაღალ პიკზე. ერთ სიტყვით, მხოლოდ აქ განვითარებული მოვლენები, მე ვფიქრობ, რომ არ შეიძლება ცალკე ამ მოვლენებზე ვისაუბროთ, თუ მას არ გარკვეულწილად მასში არ განვიხილავთ უკრაინის პრობლემასთან დაკავშირებით. მაგრამ ფაქტი სახეზეა, რომ სამივე სახელმწიფო, სამხრეთი კავკასიის სამივე სახელმწიფო იმყოფება მაღალი ზეგავლენის და ზეწოლის ქვეშ. რეალურად აქ იკვეთება რუსეთის ფედერაციის, თურქეთის, ამერიკის შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო ინტერესები და ამას უნდა დავუმატოთ დასავლეთ პლუს კოლექტიური დასავლეთი. პრაქტიკულად აქ არის მნიშვნელოვანი ინტერესთა კვეთა, მაგრამ განსხვავებით აზერბაიჯანისაგან ჩვენ გაცილებით უმძიმეს მდგომარეობაში ვიმყოფებით იმის გამო, რომ რეალურად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამოწურა რა თავის სტრატეგიული ინტერესები საქართველოსთან დაკავშირებით. მან პრაქტიკულად უარი თქვა სტრატეგიული პარტნიორ ურთიერთობაზე, ეს არის პრაქტიკულად მიტოვება სტრატეგიული პარტნიორის სახელმწიფოს და ვთვლი, რომ ადამიანური თვალსაზრისით შეიძლება აღქმული იქნას როგორც ნამდვილად არაადამიანური საქციელი, მაგრამ საერთაშორისო ურთიერთობებში ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, ამიტომ გააჩნია ქვეყანას სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო უწყებები, რომ მათ უნდა კონდეთ ინფორმაციები თუ რა განზრახვები აქვთ, როგორც სტრატეგიულ პარტნიორ, ისე ამტრულად განწყობილ და ნეიტრალურ სახელმწიფოებს. თუ გადავხედავთ ზოგადად მოვლენათა განვითარების ციკლს და რა ვითარებაში დღეს ვიმყოფებით, ჯერჯერობით შემიძლია მხოლოდ ერთი თქმა, მიუხედავად უდიდესი შეცდომებისა, რომელიც თანსდევს ხელისუფლების მოღვაწეობას, ვთვლი, რომ ყველაზე მთავარი და არსებითი, რაც შეიძლება იყოს და ალბათ ღირსების კუთხით უნდა ვისაუბროთ ხელისუფლებას, გახლავთ ის, რომ ჩვენ საკმაოდ დიდი წლების განმავლობაში შევინარჩუნეთ მშვიდობა და არ ჩავერთვეთ ისეთ კონფლიქტებში, რომელიც პრაქტიკულად შეიძლება დაგვჯდომოდა იმის ფასად, რომ დაგვეკარგა საერთოდ დამოუკიდებლობა. ეს არის ერთ-ერთი ძირითადი პლუსი და იმ ეგრეთ წოდებული ახლა უპატრონობის ფონზე ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ აზერბაიჯანს ვფიქრობ, რომ გარკვეულ ფარველობითი ქოლგა გაცილებით ძლიერი აქვს თურქეთისა და დიდი ბრიტანეთის პროტექტორატის ქვეშ ყოფნა, ეს არის
განსაკუთრებულად ალბათ მნიშვნელოვანი აზერბაიჯანის ეროვნული საფრთხეების სისტემისათვის. სომხეთმა რა ქნას თავის მდებარეობიდან და ზოგადად პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მასაც ვფიქრობ, რომ სწორად აქვს შერჩეული გარკვეულწილად ის ნაბიჯები, იმიტომ რომ ხელისუფალი იქაც ხელისუფლება ინარჩუნებს გარკვეულ მშვიდობას პოლიტიკას. ხო, იმიტომ რომ იქაც გარკვეულწილად შეწყვეტილია ეს საომარი მოქმედებები, რომელმაც ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა როგორც ეთნიკურად აზერბაიჯანელების, ისე ეთნიკურად სომხების. და ვფიქრობ, რომ ეს იყო ნამდვილად ცუდი რამ ამ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობაში და რომელიც არასოდეს არ უნდა იყოს განხილული საქართველოში როგორც რაიმე ტიპის მოგება ან რაიმე ტიპის სარგებელი. ანუ ერთ სიტყვით მიუხედავად ჩემი შეფასებისა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება ამ წუთში არის თქვათ რაღაც ამ პაუზის რეჟიმში მინდა გითხრათ, რომ უბრალოდ დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლებას შეიძლება უბრალოდ ძილის რეჟიმიც კი მოშლილი კონდეს იმ საფრთხეებიდან, მე ზოგადად გამოწვევებიდან დღეს თავს შევიკავებ, რომ გამოწვევაზე ვისაუბრო, იმიტომ რომ ყველაფერი ის რაც ჩვენი ირგვლივ ხდება, ეს არის საფრთხეები და ალბათობის მაღალი ხარისხით ეს საფრთხეები ხელისუფლებას აქვს იდენტიფიცირებული. მე მაინც ვფიქრობ, რომ არსებობს ფარული ჩვენ სახელმწიფოზე კი ვისაუბრეთ, მაგრამ მაინც გარკვეულწილად რჩება შთაბეჭდილება, რომ 2022 წლიდან განვითარებული მაღალი ინტენსივობის სადაზვერვო აქტივობების ნეიტრალიზაცია და რისკის მინიმუმამდე შემცირება განხორციელებულია ხელისუფლების მხრიდან მყარი სადაზვერვო კოორდინაციის ფონზე და ალბათობის მაღალი ხარისხით საქართველოს ყავს გამონახული ჯერჯერობით ფარდის უკან, მაგრამ სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოები, რომლებიც ეხმარებიან მას ამ სუვერენიტეტის შენარჩუნებაში. ან ვფიქრობ, რომ მათ შორის ის პოზიციები, ის მოქმედებები, რასაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვადევნებდით თვალყურს და რაც დაკავშირებული იყო სწორედ აი ამ მეორე ფრონტის გახსნის თავიდან აცილებასთან თუ ამ თემას ჩვენ რა თქმა უნდა კიდევ უფრო დაუბრუნდებით მომავალში. ეს არ იყო შესაძლოა, ეს არ იყო მხოლოდ როგორ თქვა იზოლირებულად ქართული სახელმწიფოს მოქმედებები და შესაძლოა არსებობდა ერთგვარი კოორდინაცია სხვა დაინტერესებულ მხარეებთანაც. ჩვენს წინააღმდეგ რომ არსებობდა დაინტერესებულ სახელმწიფოთა ერთობა და არა მარტო სახელმწიფოთა, არამედ სამხედრო პოლიტიკური გაერთიანებისა და სხვადასხვა ეკონომიკური ბლოკების ინტერესები ამ შემთხვევაში თანხვედრილი იყო, ამაზე მე მგონი უკვე აღარც უნდა ვისაუბროთ, ეს არის მოცემულობა, რომელშიც ჩვენ დღესაც ცხოვრობთ. და შესაბამისად რისი თქმა მინდოდა რა ვთქვი მე ძირითადად რაც გავაკეთე აქცენტი რომ ალბათობის მაღალი ხარისხით საქართველოს ხელისუფლებას გააჩნდა ინფორმაცია რაც მოიმოქმედებდა კოლექტიური დასავლეთი მანამდე სანამ ეს მოქმედებები დაიწყო ჩვენს წინააღმდეგ და ჩანს და ეს არის სწორედ ის რომ გარკვეულწილად სახელმწიფო არის სიცოცხლის უნარიანი კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს იმას არ ნიშნავს რომ ხელისუფლება შეცდომებს არ უშვებს ხელისუფლება უშვებს ძალიან ბევრ შეცდომებს მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ჩვენთვის ალბათ ყველაზე მეტი ღირებული და მნიშვნელოვანი არის პირველ რიგში ადამიანების სიცოცხლე ჩვენი თანამოძმეების სიცოცხლე და იმ ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება რომელშიც ვცხოვრობ და ზრუნვა იმისათვის რომ იქნებ გადავდგათ ისეთი სწორი პოლიტიკური ნაბიჯები რომელიც მოგცემს იმის საშუალებას რომ რაღაც ფორმით მოხდეს დაახლოება ოკუპირებულ ტერიტორიებთან. ამიტომ ვფიქრობ რომ ბატონ დავით, აი, როცა ვსაუბრობთ იმაზე რომ და მათ შორის კომპლიმენტის სახით ალბათ ხელისუფლების მიმართ შეიძლება ვამბობდე და აღნიშნავდეთ რომ ის რომ საქართველოს ომში არ ჩაერთო მთელი ეს პერიოდი, ეს ნამდვილად არის გარკვეულწილად წარმატება და მიღწევა ამ ხელისუფლებისთვისაც და რა თქმა უნდა ჩვენი სახელმწიფოსთვის პირველ რიგში. მაგრამ ჩვენი საზოგადოების რაღაც მნიშვნელოვან ნაწილში განსაკუთრებით, ვინც არის საპროტესტო მუხტზე დღეს და დგას მეორე მხარეს, მათთვის ეს საფრთხე არ არის ასე ვთქვათ აღქმული, ისინი აცხადებენ რომ რეალურად ეს გამოგონილი საფრთხე არანაირი ომში ჩართვის საფრთხე არ არსებობდა ამ ქვეყანაში და აი რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს ესეთი რიტორიკას მომისმენია რომ ვინმე მართლა ამას საქართველოსგან ანითხოვდა, ანელოდა, ან ამისკენ რაიმე ნაბიჯებს დგავდა. თქვენ როგორც პროფესიონალი ერთგვარად აი ამ საქმის, თქვენ რა გაძლევთ აი ამ ყველაფრის დაჯერების საფუძველს, რატომ გჯერათ იმის რომ მართლაც არსებობდა დაინტერესებული მხარე? კი, გასაგებია რომ ეხა იმ კოლექტიური დასავლეთის მხრიდან შეიძლება არსებობდა ინტერესი რომ საქართველოს უფრო აქტიური პოზიცია, უფრო აქტიურად ყოფილიყო წარმოჩენილი აი ამ ანტირუსულ კოალიციაში, რაც არ შეასრულა ხელისუფლებამ, საქართველოს ხელისუფლებამ, მაგრამ აი კონკრეტულად ომის საფრთხე რომ არსებობდა ამის თქმის საფუძველს რა გვაძლევს? პირველ რიგში ვწუხარ იმ
სოციუმის გამო, რომელზედაც თქვენ ახლა აქცენტი გააკეთეთ, წუხვარ, მაგრამ ჩემ და სამწუხაროდ და ქვეყნის აუბედუროდ ამ ჯგუფებში არიან ისეთი ადამიანები, რომელსაც გააჩნიათ საკმაოდ მაღალი ინტელექტი, რომლებსაც ძალიან კარგად აქვთ აღქმული ყველა ის საფრთხე, რომელიც საქართველოს წინაშე არის, რომლებიც პრაქტიკულად ხადაგებელნი იყვნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა პროგანწყობებისა, რომელიც არანაირად არ იყო თავსებადი საქართველოს ეროვნული ინტერესებისათვის და ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება კიდე გითხრათ ის, რომ აი ეს ახალგაზრდები, რომელიც ნამდვილად წუხვა რომ დღეს არიან უკვე საპატიმრო დაწესებულებებში, სწორედ წარმოადგენენ იმ პროპაგანდის შედეგს, რომელიც აწარმოება ძალიან ბევრმა ეგრეთ წოდებულმა პროფესორმა. მე ყოველთვის ვაკეთებ ერთ რაიმეზე აქცენტს. ჩვენ აუცილებლად უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისაგან ანტისახელისუფლებო და ანტი სახელმწიფოებრივი გამოსვლები და განწყობები. ანტისახელისუფლებო განწყობები ეს არის ჩვეულებრივად ოპოზიციური განწყობები ამას. კი ბატონო, რაც შეეხება ანტისახელისუფლებრივ, მას არანაირი გამართლება არ აქვს. როდესაც ჩვენ დღენიადაკ პროპაგანდირებ იმას, რომ აუცილებლად ხელისუფლება უნდა დაემხოს, როდესაც ჩვენ იყენებ ცეცხლს ხელისუფლების წინააღმდეგ, როდესაც ჩვენ პრაქტიკულად მონაწილეობ უცხო ქვეყნების სადაზვერვო პროპაგანდაში, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ანტისახელისუფლებრივი განწყობები და არანაირი კავშირი ანტისახელისუფლებასთან ამას არ აქვს. ეს კიდევ ერთხელ გვაახლოვებს ერთ მნიშვნელოვან მოსაზრებასთან, რომ რეალურად ყველა ის ქმედება, რაც ხორციელდება საქართველოში, არის იმ მიზნის შესაბამისი, რომ არსებული ხელისუფლება საქართველოს არ უნდა ჰყავდეს. ამას აკეთებს ის კოლექტიური დასავლეთი, რომელზეც ჩვენ ერთხელ გვისაუბრია ამ ეთერშიდაც და მე სხვა ეთერებშიდაც იგივე განცხადებები გამიკეთებია. რა ამაძლევს იმის საშუალებას? დააგვირთ, ეს არის ოფიციალური ვიზიტები. ოფიციალური პოზიციები. რომელზედაც მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც წარმოადგენენ მათ შორის როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების ჯგუფის წევრების ოფიციალური განცხადებები, სახელმწიფოთა მეთაურების განცხადებები. მათ შორის ავტორიტეტური საერთაშორისო ორგანიზაციის ლიდერების და წარმომადგენლების განცხადებები. ეს არის ნიშანთა ერთობლივება, რომელიც პირდაპირ მიანიშნეს სადაზვერვო ციკლზე. ესე იგი, დაზვერვაზე, როდესაც ვსაუბრობ, ეს არის ძირგამომთხრელი საქმიანობა, რომლის მიზანია, რომ დააზიანოს სამიზნე ობიექტის სახელმწიფო. ამ შემთხვევაში ვართ ჩვენ საქართველო. ამ თემებზე მე ესე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ მე კარგად ვადევნებდი და ვადევნებ ესა თვალყურს თქვენ გადაცემებს და ბევრ მასმედიის საშუალებებში, მაგრამ აქ ძალიან კარგად ჩუქდება ყველაფერი, განსხვავებით სახელმწიფო ტელევიზიებისა, სადაც მე ვფიქრობ, რომ არასაკმარისი პროპაგანდა არის და არასრულფასოვანი, რომელიც პრაქტიკულად უუნარო არის იმ საფრთხეების წინააღმდეგ, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას და ეს არის მათ შორის ამ სატელევიზიო არხებზე არასწორი საკადრო პროპაგანდის ბრალი და რაც უფრო მალე გამოფხიზდება ხელისუფლება, რომ სახელმწიფო ტელევიზია სახელმწიფო ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ და სხვას არაფერს, აი რაც მალე გამოფხიზდება უკეთესე. თუ არა და შესაძლებელია, რომ სწორედ ეს ტელევიზიები იქცნენ კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივ დამხობაში ერთ-ერთი მაღალი დონის და მაღალი როლის შემსრულებლები. ესე რომ ეხლა რომ კიდე ჩვენ ამ თემებს უკან მივუბრუნდეთ, ვფიქრობ, რომ ფუჭი დროის კარგვა, კიდე ერთხელ გეუბნებით. ეს არის ყველა რო არაფერზე არ ვისაუბროთ იმ ნიშნებზე, რომელიც ჩემთვის როგორც პროფესიონალისტვის ცნობილია, თუ რა ტიპის საქმიანობა ხორციელდება სადაზვერვო სამსახურების მიერ, თქვათ ობიექტ სახელმწიფოებში. ოფიციალური განცხადებები რეალურად პრაქტიკულად სახელმწიფო ლიდერები, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლები უცხო ქვეყნებისა პირდაპირ არიან ჩართული საქართველოს წინააღმდეგ სადაზვერვო პროპაგანდაში და ეხლა ამაზე მეტი რამ მტკიცებული მე დაანჩა, ეხლა თუ ისე გვაინტერესებს, მაშინ ერთ მოკლე ინფორმაციას გავაკეთებ საზოგადოებისთვის, რომ დააკვირდით რამდენად ძლიერია უცხო ქვეყნების დიპლომატიური დაზვერვა. პირდაპირ იმას, რასაც ფარულად უნდა აკეთებდნენ და რაც შენიღბული უნდა ქონდეთ, რომ პრაქტიკულად არ მოხდეს მათი სამსახურები, მათი ქვეყნების და მიზნების გამოვლენა საქართველოში მოქმედი უცხო ქვეყნების სადაზვერვო კორპუსის, ესე იგი დიპლომატიური კორპუსის და დიპლომატიური დაზვერვის წარმომადგენლები ამას აკეთებენ ღიად, აშკარა ფორმით და დამამცირებლად. ამიტომ თუ ვინმეს კიდე რაიმეს გადამოწმება უნდა, ძალიან დიდი თხოვნა მექნება, რომ არსად არ წავიდეს, გახსნას კომპიუტერი,
შევიდეს ღია წყაროებში და გააკეთოს ანალიზი, რა განცხადებებს აკეთებენ კოლექტიური დასავლეთის, ესა რა ქვია, დიპლომატიური წარმომადგენლობის პირველი თუ მეორე თუ მესამე. აქ რა არის საინტერესო ბატონ დავით, აი, ეხლა მაგალითად რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი შალვა პაპუაშვილმა გაახმოვანა თორად მახსოვს ეს ინფორმაცია, აი ფარას ამერიკაში ფარა რომ მოქმედებს იმ კანონიდან გამომდინარე, გამოქვეყნდა იქ ანგარიში, სადაც წერია რომ ჯო უილსონი ჩვენთვის ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი უკვე ჩვენი რუსთაველის პროტესტის სიმბოლოდ ქცეული ეს ადამიანი, თურმე სულაც არ ყოფილა ესეთი ალტრუისტი, რომ ყოველდღიურად გაღვიძებისას გაცნობოდა საქართველოს ნიუსებს და გაეგო აქ აქტივისტების დაკავების თარიღები და მათი სახელები დაემახსოვრებინა, თურმე ამ ყველაფერში იღებდა კონკრეტულ დაფინანსებას, ხო? ამ შემთხვევაში გადამხდელი აღმოჩნდა ნაციონალური მოძრაობა, რომელიც და იქ ეს არ არის არალეგალური საქმიანობა, იქ ლობიზმი ჩვეულებრივი საქმიანობა, უბრალოდ იქ კანონი ავალდებულებს ამერიკელ თანამდებობის პირს, რომელიც ამგვარ საქმიანობას, ლობისტურ საქმიანობას ეწევა, რომ ამის შესახებ ღიად უნდა განაცხადოს და წარადგინოს შესაბამისი ანგარიში ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტში. და სწორედ აი ამ ანგარიშიდან ვიგებთ, რომ თურმე ჯო უილსონი ყოფილა დაფინანსებული აქ ქართული ოპოზიციის მხრიდან. როდესაც ჩვენ საუბრობთ, რომ უცხოელი აქტორები მონაწილეობენ ქართულ შიდა პოლიტიკურ პროცესებში, აქ მნიშვნელოვანი არის თქვენი აზრით ეს არის აი აქ მოქმედი ადგილობრივი ოპოზიციური ძალების ინიციატივით მოყვანილია ეგ ხალხი თუ პირიქით იქ არსებობს ასე ვთქვათ მართვის ცენტრი არის იქით მხარეს და პირიქით ამ შემთხვევაში ჩვენი ოპოზიცია ასრულებს მათ ფუნქციას თუ ოპოზიცია ცდილობს მათ ჩართვას ასე ვთქვათ პროცესში მეგონი ჩამოაყალიბეს სწორად შეკითხვა. კი. ესე იგი პირველ რიგში მინდა აღვნიშნო რომ მქონდა ბედნიერება 2021 წელს ყოლოდა დოქტორანტი, რომელმაც დაახლოებით ერთი სრული წელი არ არის, რამოდენიმე თვის წინ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, სადაც დოქტორანტი საუბრობს ლობიზმის სადაზვერვო ხასიათზე და მე ურჩევდი საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც უნდა რომ ამ მიმართულებით გარკვეული ინფორმაცია მიიღოს. მე გახლავართ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ამ უნივერსიტეტის ბაზაზე ღია წყაროში ესეთი ინფორმაცია დევს. ჩვენ ეს პრობლემა 2021 წელს დავინახეთ და ჩავთვალეთ ჩემ დოქტორანტთან ერთად, რომ ფიქრობდით, რომ ეს იქნებოდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა, რომელიც საქართველოს აუცილებლად შეაწუხებდა და თუ იმის დრო არ იქნება, რომ მთლიანად დისერტაცია წაიკითხოს, სასურველია, რომ აქვს დასკვნითი ნაწილი, მათ შორის კლასიფიკატორი და თუ ამას საზოგადოება წაიკითხავს, ისინი ძალიან მარტივად მიხვდებიან ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც ლობიზმის საფარქვეშ რეალურად ახორციელებენ საკუთარი ქვეყნის ინტერესების გატარებას საერთაშორისო ასპარეზზე. ნუ აი ხა ამას ჩვენ მტკივნეულად, ზოგი მტკივნეულად აღიქვამს, ზოგი ყველას თავისი განწყობა აქვს, მე გითხრათ სიმართლე, ეს არის ჩემთვის, ყოველ შემთხვევაში როგორც დარგობრივი პროფესიონალისტთვის, ერთი მნიშვნელოვანი, ვთქვათ, რაღაც ბერკეტი, რომელსაც იყენებს ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახური და კოლექტიური დასავლეთი. არსებობს ძალიან ბევრი ტექნოლოგია, არსებობს ძალიან ბევრი ძალები და საშუალებები, რომლებიც მოქმედებენ უცხო ქვეყნების სადაზვერვო საფარქვეშ. მათ შორის ის მეთოდოლოგია, რომელიც აგენტურულ ოპერატიულ საქმიანობაში ხშირად გამოიყენება კეთილი პირობითად კეთილი ოპერატიული თანამშრომლისა და გამომძიების და ბოროტი ოპერატიული თანამშრომლისა და გამომძიების მეთოდოლოგია, ეს არის ჩვეულებრივად, რომელიც არასოდეს არ კარგავს და არ დაკარგავს თავის კეთილი და ბოროტი პოლიციელის როგორც არის. ამიტომ ნახეთ პოპულარულ ტერმინოლოგიაში. მე ზოგადად კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აი დღესაც გავაკეთე თქვენ ეთერში განცხადება, რომ მე ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედებას არ აღვიქვამ რაღაც კატასტროფულად. იმიტომ არ აღვიქვამ, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს თავისი სტრატეგიული ინტერესები და შესაბამისად მათ აქვს გათვლილი სკრუპულოზურად ლაბორატორიულ დონეზე რამდენი ხნის განმავლობაში რა ძალებით, რა საშუალებებით უნდა განახორციელონ თავიანთი მიზნების აღდგენა ამა თუ იმ სახელმწიფოში და რეალურად მაშინ როდესაც ჩვენ საჭირო ვიყავით, მათ შორის ავღანეთის პრობლემასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააკეთა მნიშვნელოვანი ნაბიჯები საქართველოსთან მიმართებაში და არ უნდა დაგვავითეს, რომ სპორტი ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წერტილი, რომელიც გამოიყენებოდა ამერიკული ინტერესების საფარქვეში. ეს იყო ამ ლოჯისტიკის ნაწილი. რაც ჩემთვის არის, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, კომპანია, რომელიც დღეს არის მფლობელი ფოთის სპორტისა, თუ არ ვცდები, მეორე მსოფლიო ომიდან ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო გადაზიდვებზე მუშაობს. ამიტომ ყველაფრის თქმა და გაშლა, რა თქმა უნდა, არ შეიძლება, მაგრამ ადამიანებს, რომელსაც უნდა და რომ იაზრუნონ და აქვთ სახელმწიფოებრივი აზროვნება, ისინი მე ვფიქრობ, რომ უნდა ხვდებოდნენ იმას, რაზედაც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ. ახლა დაგვირდით რა მოხდა ფოთის სპორტში.
რა დონის სპეცოპერაცია ჩატარებული უცხო სახელმწიფოების მიერ, როდესაც ჯერ სტატუსი დააკარგინეს სტრატეგიული დანიშნულების ობიექტის და ეს მოხდა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სიმბიოზის შედეგად, ეს არის სააკაშვილის ხელისუფლება, რომელზედაც მათ არავინ არაფერს არ ედავება და ამის მიზეზს ბოლოს შეახსნე რატომ. ამის შემდეგ სტატუსის დაკარგვის შემდეგ ეს არის გასხვისება და შემოდის არაბული კომპანია, რომელიც იღებს პაკეტს, თუ არ ვცდები 59%-ს, შემდეგ ხდება მთლიანი 100%-იანი პაკეტის შესყიდვა და საბოლოო ჯამში დღეს სახეზე გვყავს პატიოსანი მყიდველი. მასში ჩარეული იყო როგორც საქართველოს დიპლომატიური კორპუსიდან წავიდა ეს შემდეგ და ეს შემდეგ. ესე იგი პრაქტიკულად სტატუსის მოხსნა, კანონის მიღება სპეციალურად, რომელმაც მოუხსნა კანონი ამ პორტში. მისი ნაწილობა ეს იყო ერთიანი ჯგუფის ნაწილი, რომ საბოლოოდ მიგვიღო ეს სურათი, რაც დღეს ხარ. ეს არის შედეგობრივად, რო ეხა გადავხედოთ, როგორც სადაზვერო კორუფციის, ისე პოლიტიკური და სამხედრო და ეკონომიკური დაზვერვის სიმბიოზი. ნახეთ, რაც ყველაფერი თავიდან არ ჩანს, დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ რეალურად ამ მიმართულებით გარკვეული მოსაზრება გავაკეთოთ. რატო ვერ იღებს ხელისუფლება ესეთ ტიპის გადაწყვეტილებას? იმიტომ მე როდესაც აუდიტორიებში ესეთ თემებზე ვსაუბრობ, სტუდენტები მეკითხებიან, რომ რა გამოსავალი გვაქვს და მათ შორის არსებობენ სტუდენტები, რომლებიც გულანთებული არიან უყარ თავიანთი ქვეყანა და ისინი ნაციონალიზაციისკენ მიმანიშნებენ, რომ რამდენად სწორია ეს პრობლემა. მე ვეუბნები, რომ ჩვენი ტიპის სახელმწიფოსათვის ამ შემთხვევაში ამ ეტაპზე ნაციონალიზაციის პროცესი არის დამღუპელი. იმიტომ რომ ეს შეიძლება გახდეს პირდაპირ აგრესიის საფუძველი იმ სახელმწიფოს მხრიდან, ვის დაქვემდებარებაში არსებობს ეს და ესეთი მაგალითები ჩვენ გვაქვს, როდესაც ეროვნული ხელისუფლება მოვიდა ერთ-ერთ სახელმწიფოში და როდესაც მოახდინა ნაციონალიზაცია, ამის შემდეგ სწორედ იმ სახელმწიფომ, ვისაც ეკუთვნოდა, ვის ბიზნესსაც წარმოადგენდა, თქვათ იმ ნაციონალიზაციის ობიექტი, პრაქტიკულად პირდაპირ აგრესიით წამოვიდა ამ სახელმწიფო და დაამხო ხელისუფლება და მოიყვანა პროამერიკული ხელისუფლება. სხვა შორის ამჟამად ხდება მსგავსი პროცესი, ხა ეს პორტზე არ არის საუბარი, მაგრამ სომხეთში კონკრეტულად სომხეთის ხელისუფლება ახდენს ენერგო სისტემაში, ასე ვთქვათ, ოპერირებადი კომპანიის ნაციონალიზაციას, რომელიც მანამდე ეკუთვნოდა რუსეთის მოქალაქეს კარაპეტიანიარი გვარად, სწორად მახსოვს, ის ბიზნესმენი დაიჭირეს და ახდენს ახლა აი ამ კომპანიის ნაციონალიზაციას და საკმაოდ რთული პროცესია, სხვათა შორის ეს რამდენადაც მე უყურებ, სხვა შორის რუსული მედია ძალიან აქტიურად აშუქებს ამ მოვლენას და სომხეთმა ერთგვარად გადაწყვიტა, ხო, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა. არ ვფიქრობ, რომ ის გადაწყვიტა რუსეთის ფედერაციის გარეშე. სომხეთი არ არის დღეს ისეთი სახელმწიფო, რომელიც დამოუკიდებლად გადადგამს ესეთი დონის მაღალი რისკის შემცველ ქმედებას. მე ვფიქრობ, რომ თვითონ სავარაუდოდ ამ კომპანიის ფლობელი გარკვეულწილად, როგორც ეთყობა, მოხვედრილია შავსიაში რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში და ამ შემთხვევაში სომხეთისა და რუსეთის ფედერაციის ინტერესები არის თანხვედრილი. მოდ დავველოდოთ მოვლენების გამენტარებას და ალბათ მოგიწევს შემდგომში შეხვედრები, როდესაც დასრულდება ეს პროცესი და თუ ჩვენ ვნახავთ ისევ, რომ რუსეთის ფედერაცია იქ არაფერს არ დაკარგავს. მეტომეტეს ენერგეტიკის სფერო ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის სფერო. ხო, ესე იგი ნახეთ, ჩვენ ვისაუბრეთ ამ წუთში სტრატეგიულ ობიექტზე, ეს იყო ფოთის პორტი. როგორ შეიძლება და პორტების გასხვისება და როგორ წარმოგიდგენიათ დღეს საომარი მოქმედებების პირობებში, როდესაც ფოთის პორტი წარმოადგენს სამხედრო სტრატეგიული დანიშნულების ობიექტს საქართველოსათვის, საქართველოს ჭირდებოდეს გარკვეული შეერაღება კონსტიტუციური წყობილების დაცვის უზრუნველსაყოფად და რეალურად თუ კომპანია თავისი ქმედებებით შეზღუდავს და დროულად არ მოახდენს ამ ტვირთის შემოდინებას, ქვეყანა გება რისკის ქვეშ თუ რაღაც კონკრეტულმა ბიზნესმენმა ასე მოინდო. ამიტომ კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ სახელმწიფოს სჭირდებოდა ალტერნატიული საზღვაო პორტი. სამხედრო სტრატეგიული, სამხედრო პოლიტიკური უსაფრთხოების მიმართულებით ანაკლიის პორტს აქვს კიდევ დამატებითი ღირებულება. და ეს ღირებულება გახლავთ ის, რომ იქ იმედია, რომ რაც ცხადდება იმაზე შორს ჩვენ არ წავალთ და ძირითადი პაკეტი სახელმწიფოს ხელში იქნება და სახელმწიფოს ეკნება შესაძლებლობა, რომ კონკრეტული აუცილებლობის შემთხვევაში იქ ვითარება მართოს საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად. აი ხა უკვე მე მგონი მივხვდით ის, რომ რატომ ვერავინ და არავინ პასუხს არაფერზე არ აგებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ერთი კი ნამდვილად აუცილებელია გაკეთდეს. როდესაც ეს პროცესები ხორციელდებოდა, არსებობდა თუ არა რაიმე ტიპის ჩანაწერები და რომლის ვალდებულება გააჩნდა
საქართველოს იმ პერიოდის სააკაშვილის ხელისუფლებაზე მაქვს საუბარი სადაზვერო და კონცადაზვერო სამსახურებს თუ არ არსებობდა ეს არის პირდაპირ საბოტაჟი ძალიან მარტივად რო შევაფასოთ და თუ არ არსებობდა და შესაბამისი ომების მიღება არ ხდებოდა ამ შემთხვევაშიც შეგვიძლია რომ ძალიან მძიმე დანაშაულის ნიშნებზე ვისაუბროთ. ამიტომ მე მაინც ვფიქრობ რომ ის რაც უკვე მოხდა და რაც დათქვათ დღეს აქტიურად სულ მცირე რაღაც გრიფირების ქვეშ მაინც უნდა გახორციელდეს მოკვლევა თუ რა ტიპის ქმედებებს ახორციელებენ უცხო სახელმწიფოები ჩვენი ტიპის ქვეყნების მისამართით და სპეცსამსახურებს უნდა გააჩნდეთ მყარი მათ შორის საიდუმლო გრიფირებული ლიტერატურა რომ მათი ინტელექტუალური შესაძლებლობა იყოს ძალიან მაღალი და კრიმინალური სამყაროს და ფინანსური დანაშაულებრივი ფინანსური თუ სამხედრო წრეების შესაძლებლობები ინტელექტუალური და ტექნოლოგიური შესაძლებლობები არ უსწრებდნენ ოპერატიული თანამშრომლობის ინტელექტუალურ და ტექნოლოგიურ შესაძლებლობას. ის დისბალანსი რაც გვაქვს, სწორედ იმიტომ გვაქვს, რომ რეალურად საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს მყარად ორგანიზებული და ინტელექტუალურად გამყარებული ფინანსური, დანაშაულებრივი ფინანსური, სამხედრო და ისა რა ქვია, კრიმინალური ელიტარული ჯგუფები, რომლებსაც კანონი არაფერში არ ზღუდავთ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ კუთხითაც განსაკუთრებული აქცენტების გაკეთება მართებს ხელისუფლებას. ბატონ დავით, თქვენ ჩვენ საუბრის პირველ ნაწილში რო საუბრობდით, ასეთი ფრაზა თქვით, რომ შეერთებულმა შტატებმა ამოწურა საკუთარი ინტერესები საქართველოსთან მიმართებაში და აქედან გამომდინარე მოხდა უკვე ჩვენი ამ სტრატეგიული ურთიერთობების გადახედვა ჩვენს ქვეყანასთან. ფაქტიურად ამერიკისთვის ზედმეტი ტვირთი გახდა, ხო, ალბათ ჩვენთან პარტნიორობა, თუ კი მას ინტერესი აღარ აქვს, რატო უნდა იყოს პარტნიორი. რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ შტატებმა გამოწურა თავისი ინტერესები, ეს დაკავშირებულია ამერიკაში ადმინისტრაციის სრულილებასთან, ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლასთან, ამან გამოიწვია ინტერესების გადახედვა თუ დაუშვათ ახლა სხვა პრიორიტეტები დასახა და აქედან გამომდინარე ხდება ეს სრულიება თუ ნუ უბრალოდ მათ შეასრულეს უკვე თავის საქმე და მნიშვნელობა არ აქვს ტრამპის ადმინისტრაცია იქნება ბაიდენის ადმინისტრაცია თუ ნებისმიერი სხვა ადმინისტრაცია ზოგადად აღარ აქვს ამერიკას ამ მიმართულებით რაიმე ინტერესები. ესე იგი პირველ რიგში ერთი რამ მე ჩემოსაზრებას გეტყვით რომ ადამიანები რომლებიც მოდიან ხელისუფლებაში ზოგადად ისინი ვერ ცვლიან იმ სტრატეგიულ კურსს და იმ ძირითად სრულიად საიდუმლო გრიფის ქვეშ დაცულ სტრატეგიულ გეგმებს, რომელიც აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვერცერთი პრეზიდენტი ამას ვერ გააკეთეს, იმიტომ რომ იქ არის გაწერილი მოქმედებათა ციკლი, რომლის დანიშნულება არის, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეინარჩუნოს დომინანტი სახელმწიფოს როლი. ამიტომ ალბათობის მაღალი ხარისხით მცირედი თქვათ გადახრაც კი ამ კურსიდან შესაძლებელია ნებისმიერ პრეზიდენტს დაუსრულდეს ძალიან ცუდად და მე მაინც ვფიქრობ, რომ დღეს ბევრი რამ ხელმისაწვდომია, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ის ძირითადი მასალები, რომელიც ალბათ უფრო მეტ სიცხადეს შეიტანდა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის კენედის გარდაცვალებაში, ნუ დღის სინათლეზე არ გამოვა, მაგრამ ალბათობის მაღალი ხარისხით მან დაუშვა ისეთი მნიშვნელოვანი შეცდომები, რომლის ხორბლიც საბოლოო ჯამში გახდა. ამიტომ ეხა ამ თემის ეს თემა რო გავშალოთ ძალიან შორს წაგვიყვანს, მაგრამ მისი მკვლელობა, შემდეგ მისი მკვლელის მკვლელობა და ეს შემდეგ ეს არის ძალიან დიდი საფარქვეშ მოქმედება, რომელიც სპეცსამსახურების კვალს აშკარად შეიცავს. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნახეთ, ამერიკის შეერთებულ შტატებს დაკარგა ინტერესი საქართველოსადმი, ეს იმას არნიშნავს, რომ მან სრულად დაკარგა საქართველოსადმი ინტერესი. მას ჰქონდა კონკრეტული მიზანი და კონკრეტული ამოცანები, მან ეს შეასრულა და ყველაზე მთავარი და არსებითი რას მას ხელთავს, გახლავთ ის, რომ მას აქვს ძალიან მაღალ დონეზე, ძალიან მასშტაბური აგენტურული აპარატი, რომლის შეძენა მან შეძლო და ჩემი თუ არ გჯერათ, თუ სადმე ვინმეს ექნება სურვილი, შეუძლიათ რომ გამოითხოვონ მონაცემები იმ სტრუქტურების შესახებ, სადაც ეგრეთ წოდებული თეთრსაყლოვიანი დასაქმებულები იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები და ესე შემდეგ კოლექტიური დასავლეთის, რომელთაც საკმაოდ დიდი გამოცდილება ჰქონდათ როგორც სადაზვერო, ისე აგენტურულ ოპერატიულ საქმეებში. ეს საინტერესოა, რომ ახლა ზუსტი მონაცემები არც არის საჯარო, მაგრამ ერთ-ერთი ასე ვთქვათ, ინფორმაცია არის ასეთი, რომ შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში ყავს ერთ-ერთი ყველაზე უფრო მსხვილი საშტატო შემადგენლობა მთელს არა მარტო ჩვენ რეგიონში, შეიძლება მთელს მსოფლიოშიო. ყველაზე პატარა ქვეყანაში რატომღაც მუშაობს ყველაზე მეტი თანამშრომელი, რომელთა უმრავლესობა საერთოდ არ არის დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენელი, ხო? ეს ხო საინტერესოა. მათ შორის რამდენიმე ასეულ ადამიანს ორგანიზაციები და ეს შემდეგ. მოდით ერთ რაიმეზე შევთანხმდეთ რა, ეს არის ჩვეულებრივი
ცხოვრება ჩვენ და სამწუხაროდ წუხვარ, მაგრამ აი ეს ისევ საგანმანათლებლო სივრცე, მოკლედ არცად გადაცემას არ უშვებ, რომ საგანმანათლებლო სივრცეს არ შევეხო, იმიტომ რომ ამის გარეშე უბრალოდ ვერ გამოვალთ. დააკვირდით თემებზე, რომელზედაც მე ვსაუბრობ. აი დაზორვაზე, კონდაზორვაზე ეს შემდეგ ეს არის ის უმნიშვნელოვანესი ატრიბუტი, რომელთაც აღჭურვილი უნდა იყოს ყველა სივრცე, სადაც შეისწავლება საერთაშორისო ურთიერთობები, საერთაშორისო უსაფრთხოება, იურისპრუდენცია, ეკონომიკური უსაფრთხოება და ეს შემდეგ და ეს შემდეგ. შეგიძლიათ თქვენს გადაამოწმოთ, რამდენ უნივერსიტეტში არის ესეთი მიმართულებები დაშვებული. მე მაქვს მაგალითად ბედნიერება, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ორ საფეხურზე მაქვს საშუალება, რომ გარკვეულწილად ესეთი ტიპის ინფორმაციები მივაწოდო სტუდენტებს და მათ სწორად აღიქვან ის მოვლენები, რაც შესაძლოა მათ ირგვლივ ყოველდღიურად შესაძლოა ესე ხდება. აი ესეთი ტიპის საგნების შეტანას უმაღლეს სასწავლებლებში აქვს პრევენციის საშუალება. ეს არის კონსაზორო ზომა, რომ ადამიანებმა თავიანთი ინტელექტუალური შესაძლებლობებით წინააღმდეგობა გაუწიონ უცხო ქვეყნების სადაზვერვო ბადეში მოხვედრას. სადაზვერვო ბადე, მოდი ახლა მე არ გავყოფ, ორ ნაწილად უნდა გავყოფ. ერთია პირდაპირ, როდესაც უცხო ქვეყნები იბირებენ ჩვენს მოქალაქეებს და მეორე არის, როდესაც ჩვენი მოქალაქეები ხვდებიან სადაზვერვო პროპაგანდის, სადაზვერვო დეზინფორმაციის ბადეში. ამიტომ ესეთი ტიპის საგნები შეტანა ქვეყნის ეროვნული საფრთხეების სისტემისათვის არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და რაც უფრო ამას ფართოდ შევიტანთ და ჩვენ და საბედნიეროდ დღეს ჩვენ გვყავს ხარისხდაცული სპეცსამსახურის თანამშრომლები, რომელსაც შეუძლიათ გარკვეულ დონეზე ესეთ სალექციო კურსები წარმართონ, ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული საფრთხეების სისტემის ამ კუთხით გამყარება უკვე შესაძლებელია. და სრულად ლოგიკურია, რასაც თქვენ ამბობთ, იმიტომ რომ თუ და მათ შორის სახელმწიფო გუნდის წარმომადგენლებისგანაც მომისმენია, მე ისეთი საყვედურნარევი განცხადებები, რომ აი რატო ხდება, რომ ახალგაზრდები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ესე არიან აი ამ პროპაგანდით მოწამლული. ალბათ მართლაც ლოგიკურია, რომ თუ არ გინდა რომ მასობრივად ხდებოდეს უცხო ქვეყნის თუ მავნე პროპაგანდის თავს მოხვევა შენს მოსახლეობაზე, ის უნდა აღჭურვო შესაბამისი წოდნით და ინტელექტით გაუწიოს ამ ყველაფერს. და ჩვენ აუდიტორებში რა ხდება? პირიქით ჩვენი აუდიტორები იქცა ამ პროპაგანდის ბუდე. ჩვენი აუდიტორები სავსეა იმ პროფესორებით, რომლებსაც ჩვენ და სამწუხაროდ ყველაფერს საუბრობენ, ყველა თემას საუბრობენ, გარდა იმისა, რაც არის ქვეყნის ეროვნული ინტერესებისათვის სასარგებლო. და აღვირახსნილად პროპაგანდირებენ იმას, რაც ძალიან კარგად იციან, რომ არის ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო. სამწუხაროდ ეს არის საგრანტო სისტემა, რომელიც ვერ ეკონტროლდებოდა ხელისუფლების მიერ, ვერც ერთ ხელისუფლების მიერ და სამწუხაროდ ეს არის საგანმანათლებლო სისტემის არარსებობის ჩამოშლის, ესე იგი არაუსაფრთხო სისტემის არსებობა. ამიტომ თუ ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნახეთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე არ ვსაუბრობ ანტისახელისუფლებო განწყობაზე და ეს შემდეგ და ეს შემდეგ. თუმცა დეზინფორმაციულად არც ეს არ უნდა ხდებოდეს აუდიტორიებში და ესე შემდეგ და ეს შემდეგ, მაგრამ ყველაზე დიდი საფრთხე, რაც ჩვენ ქვეყანას ამ წლების განმავლობაში აქვს, არის ის, რომ მოჭარბებულია ანტისახელმწიფოებრივი განწყობები და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები. თქვენ როგორ წარმოგიდგენთ, ჩვენ ადამიანები ვართ, მეც მუნდირის ქვეშ ვიმუშავე რამოდენიმე ათეული წელი და ვერასოდეს ვერ წარმომიდგენია და ვერასოდეს ვერ ვიფიქრებ იმას, რომ ვინმეზე ნაკლებად მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და არც არასოდეს მიღალატია მე ჩემი ქვეყნაზე, არც არასოდეს არ ვუღალატებ და მე რო ეხა იმ მხარეს ვიდგე და აქეთ მეორე მხარეს, რომელსაც არც სამხედრო სავალდებულო სამსახური არ აქვს გავლილი, არც ერთი რაიმე ისეთი მნიშვნელოვანი ქვეყნის არ აქვს გაკეთებული და მოდის და შეურაცხყოფას გაყენებს შენ ოჯახს ცეც გიხსნის, ქვას გესვრის სამწუხაროდ აი ეს ახლა როგორ არ არის ანტისახელმწიფოებრივი შენ ვინ დაგიშარო რომ პოლიტიკურად იბრძოლო კი ბატონო თუ კი შენი აზრი არის ლოგიკური შენი აზრი არის მისაღები ამისთვის არსებობს 4 წლიანი ვადა და შენ როგორც მოსამართლე იღებ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მობრძანდები არჩევნებზე მიიღებ იმ გადაწყვეტილებას და მორჩა ხო ჩვენ რა ხვდებით მთელი ოპოზიციული სპექტრი რომლის ინსპირირებით პრაქტიკულად მოხდა შემდეგ ეს გამოსვლები გვიმტკიცებდნენ არჩევნებამდე რომ ის სისტემა რომელსაც ვთავაზობდა ხელისუფლება პრაქტიკულად არ მისცემდა ამ ხელისუფლებას იმის საშუალებას რომ გაყალბდებოდა არჩევნები და როგორც დაამთავრდა არჩევნები დაიწყო საპირისპირო მტკიცება ნუ პირიქით გაჟონა და აი ეს არის ნახეთ რა ხდება აი ყველაფერი ის რაც ჩვენ თავზე ტრიალებს ეს არის ამ 35 წლის განმავლობაში
ხელისუფლების მაღალი თუ დაბალი რანგის წარმომადგენლების მიერ ცრუ მოლოდინების შექმნა. აი ესეთ რო ზოგადად საზოგადოებამ იცოდეს ცრუ მოლოდინების შექმნა, ეს გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ოპერაციული ციკლი, რომელსაც სპეცსამსახურები ქმნიან. აი რატო უნდა ყოფილიყავით თქვათ იმ დონეზე მინდობილი ამერიკის შეერთებულ შტატებს, თქვათ ან რუსეთზე, ან რომელიმე სახელმწიფო. ამას არსებით ნიშნავს, რატო არ უნდა გქონდეს ის განწყობა, რომ ყველაფერი დამოკიდებული არის ინტერესებზე. ის რომ მე მინდა და თქვენ გინდათ, ეს არაფერს არ ნიშნავს საერთაშორისო ურთიერთობებში და საერთაშორისო უსაფრთხოებაში. აქედან გამომდინარე, ეს იმას ნიშნავს, რომ მორყეულია საგანმანათლებლო სისტემა, მორყეულია საგანმანათლებლო სივრცე და სავსე არაპროფესიონალებით. ჯანდაბას ამას კიდე აიტანდა ქვეყანას ალბათობის მაღალი ხარისხით, იმ ქმედებებიდან გამომდინარე, რაც ღია წყაროებში ფიქსირდება, ალბათობის მაღალი ხარისხით სავსეა, როგორც ეთქობა, უცხო ქვეყნის სადაზვერვო ინტერესების გამტარებელი ადამიანებით ეს სივრცე რა. ამიტომ მე მესმის, ყველაფერი მესმის აბსოლუტურად და ძალიან ვცდილობ იმას, რომ მაქსიმალურად თავშეკავებული იყო, მაგრამ ფიქრობ, რომ რაღაც საკითხებში მაინც ძალიან ნელი ტემპით მივდივართ რა. არც ჩვენ ვისწავლეთ, გვასწავლოს, რომ არ გათეთრდების ყორანი და ეს არის ცხოვრებისეულია, ხო? ისტორიულიც არის, ცხოვრებისეულიც არის, ამიტომ ძალიან ძნელია რომ მკვეთრი მოქმედებების გარეშე რაიმე თქვათ შედეგს მიაღწიოს სახელმწიფო. აი ყველაფერი ის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ის ახალგაზრდები მნიშვნელოვანი ნაწილი დღეს მოხვედრილია ეგ საპატიმრო ადგილებში და არა და მათი ადგილი უნდა იყოს აუდიტორიებში. ისინი უნდა მუშაობდნენ როგორც მეცნიერები და ეს შემდეგ და პროდუქტიულები უნდა იყვნენ საკუთარი სახელმწიფოსათვის, არის სწორედ ამ მორყეული სისტემის ბრალი, როდესაც სახელმწიფომ ვერ იბრძოლა, სახელმწიფოს არ გააჩნდა კონტრპროპაგანდა, უფრო მეტიც. დააკვირდით ჩვენ კიდევ ერთი მომენტი გვჩება და ძალიან წუხარ რომ ამაზე არავინ აქცენტს არ აკეთებს. რომ ძალიან აჟიტირებული, ისეთი სიტუაცია შექმნილი, რომ ესე იგი ის ვინც დაამთავრა უმაღლეს სასწავლებელი უცხო სახელმწიფოში, რომ ის არის რაღაც სასწაული მოვლენა ჩვენი ქვეყნისათვის და კი ბატონო, კი. ნახეთ, იქ კოლეჯი დამთავრებული, აქ ნახეთ, მაღალ 10 წლის განმავლობაში, 30 წელს ვამბობ, 25 წლის განმავლობაში ვერ ვნახე ხეირი იმ ცრუმოლოდინისა, რომელზედაც ახლა ვისაუბრე. საქართველოში არსებობენ პროფესიონალები, ლექტორებიც და არსებობს უნივერსიტეტები, სადაც სწავლა შეიძლება და არსებობენ ძალიან ნიჭიერი სტუდენტები, რომლებიც იღებენ სრულფასოვან განათლებას. ამიტომ მე აი ჩემი ნება რო იყოს, ყოველ შემთხვევაში ხელისუფლებაში არ მოუშვებდი ადამიანს და ვერ გაჩერდებოდა ხელისუფლებაში ადამიანი, რომელიც თავის შვილს სასწავლებლად ყოველ შემთხვევაში პირველ ეტაპზე გაუშვებდა უცხო სახელმწიფოში. ეს იმას ნიშნავს, რომ შენ არ აღიარებ შენ საგანმანათლებლო სისტემას და შენ პატივს არ ცემ შენ სახელმწიფოს. აქედან იწყება სახელმწიფო. არც ახლა არ არის გვიან შეუძლია ამ ხელისუფლებას და საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილება იმაზე, რაზეც ვსაუბრობთ. ამერწმუნეთ, როგორც კი ეს ვითარება შეიქმნება, პასუხისმგებლობის გზნობა უფრო მაღალი იქნება უნივერსიტეტების მიერ და მათი მფლობელების მიერ, როგორც კერძო ისე სახელმწიფო და ისინი იზოლებული იქნებიან, რომ მოიწვიონ მხოლოდ პროფესიონალები და მათ ჩააბარონ სასწავლო პროცესი. ძალიან საინტერესო მიგნება არის ბატონ დავით და სრულიად გეთანხმებით, რომ მართლაც ეხა ადამიანს, რომელსაც თვითონ აბარია, რომ აქ საგანმანათლებლო სისტემა უნდა იყოს მაღალ კონკურენტული, აი მათ შორის იმ დასავლურ უნივერსიტეტ მიზანი ხო ეგ უნდა გქონდეს, რომ ჩვენთან შეძლოს ახალგაზრდამ ისეთი ხარისხის განათლების მიღება, რაზეც არის საუბარი, რომ აი დასავლეთში როცა ხვალ და იქ მიიღებ და ადამიანს აბარია ამ საქმის გაკეთება და ამ დროს ადგება და თავის შვილს იქ გაუშვებს და აქ არ ჩააბარებინებს. ეს ხო უკვე ცხადყოფს მის ინტერესებს, მის პრიორიტეტს, მისთვის რატო იზრუნებს ეხა თვითონ თავის თავს არ ენდობა, რომ თავის შვილს არ აბარებინებს აქ და ძალიან სწორია. მე არა მაქვს ის განწყობა, რომ თქვათ ვებრძოლო ბიზნესს. მე ვარ იმის მომხრე, რომ რაც შეიძლება განვითარდეს ბიზნესი საქართველოში. დააკვირდით ფასიან სკოლებს. კერძო სკოლებს. რა ისწავლება ისეთი, რომ პრაქტიკულად უმაღლესი სასწავლებლების ღირებულების თანხა უნდა გადაიხადოს მშობლებმა. აქ მე ვფიქრობ, რომ სპეცსამსახურებს, ფინანსურ პოლიციას აქ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო. როგორ შეიძლება ამ მდგომარეობაში მყოფნი ქვეყანაში, რომ ესეთი დონის გადასახადებს იხდიდნენ ოჯახები, ამოიღონ რაოდენობრივი მახასიათებელი
და საიდან იქმნება, საიდან არის ამ ხელა შესაძლებლობა რომ თქვათ ესეთი ფული გადაიხადონ შვილების სწავლაში. თან დაწყებით. გარკვეული ის რაღაც პროპორცია უნდა არსებობდეს, მიხვდით? ამიტომ თუ კერძო სასწავლებლებში სწავლობენ, თქვათ, ის ადამიანები, იმ ადამიანთა შვილები, რომლებიც არიან სახელმწიფო მოხელეები სხვადასხვა რანგის, ისინი არასოდეს არ იფიქრებენ იმაზე, რომ სასკოლო განათლება, სახელმწიფო სასკოლო განათლება იყოს გაძლიერებული. და ისინი იფიქრებენ მხოლოდ იმაზე, რაზედაც ფიქრობდნენ ამ 30 წლის განმავლობაში, რომ დისკრედიტებული იყოს პედაგოგი. არავინ არ ფიქრობდა იმას, რა უნდა გაეკეთებიათ პედაგოგებისათვის. ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ დისკრედიტებული ყოფილიყო პედაგოგი. ეხლა დისკრედიტებული და უავტორიტეტო პედაგოგი როგორ შეიძლება რომ მოსმენადი გახდეს აი ესეთ ხო ერთ-ერთი პროპაგანდის ნაწილი ამით ხო ჩვენ თვითონ ჩამოშალეთ ჩვენი სივრცე. ამიტომ ნახეთ ხომ არ იყო ეს პროპაგანდა და ეს მოქმედები ნაწარმოებები იმისთვის რომ უფრო გაძლიერებული იყო ის კერძო სექტორი და კერძო სკოლები და რეალურად ყოფილიყო ესეთ დასუსტებულ მდგომარეობაში რა ვქნა სახელმწიფო სასწავლებლები. ამიტომ კიდევ ერთ მე ვთხოვდი პრემიერ-მინისტრს თუ მას ამის სურვილი ექნება და პოლიტიკური ნება უბრალოდ ამ ხელისუფლებას ესეთი მიმართულება ავიღოთ რა კი ბატონო თუ შენ ხარ სახელმწიფო სამსახურში კეთილი ინებე და შენი შვილი ასწავლე როგორც სახელმწიფო სკოლაში ისე სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში ან კერძოში ოღონდ შენს ქვეყანაში თუ შენთვის ეს მიუღებელია პრობლემა არ არის არავინ არ გზღუდავს მაგრამ არ არის აუცილებელი თუ შენ ეს არ გინდა და თუ შენ ეს სახელმწიფო პოლიტიკის რანგში იქნება აყვანილი და ამ პოლიტიკას არ იზიარებ კი ბატონო გადი გვერდზე და სადაც გინდა როგორც გინდა ისე ასწავლე შენ შვილს. თუ თანამდებობის პირი კეთილი ინებე და შენ თვითონ აიღე პირველ რიგში ეს პასუხი. ამიტომ სანამ ამ მდგომარეობაზე არ გადავალთ, არაფერი არ გვეშველება. ეს გავს იმ მიდგომას სხვათა შორის აი საბჭოთა პერიოდს თუ გავიხსენებთ, როდესაც სოფლიო ომის პერიოდში და ამაში იყო ალბათ მაშინ ზუსტად ეს ლოგიკა იდო ალბათ რაზეც თქვენ საუბრობთ, რომ უმაღლეს თანამდებობის პირები შვილები იყვნენ პირველი ვინც წავიდნენ ომში და ეხლა თვითონ უმაღლეს ხელმძღვანელის სტალინის შვილი დაიღუპა იქ მეორე შვილიც იბრძოდა მფრინავი იყო ანუ იქ არ იყო ის განცდა რომ ის თანამდებობის პირი საკუთარ შვილს არიდებს რაიმე საფრთხეს და სხვის შვილებს წირავს ხო აი ესეთი მიდგომაა თქვენ ეხლა ისეთ კარგ საკითხზე მიდით რომ უნდა ჩაგეჭრათ ბოდიშმოგი თქვენ ნახეთ მე ამას ვიყავ ერთ-ერთ მასმედიის საშუალებებში და იქ დავაფიქსირე ეს პრობლემა და ეხა კიდევ ერთი პლუს ამას მნიშვნელოვანი პრობლემა რა საქართველოში არსებული ოპერატიული ვითარება არაფრით არ გვაძლევს იმის საშუალებას რომ არსებობდეს საქართველოში კანონი რომ 10 კლასის განათლებით შინაგან საქმეთა სამინისტროში ხდებოდეს თანამშრომელთა დანიშვნა იმიტომ რომ აი ესეთი უმძიმესი ოპერატიული ვითარება რაც ჩვენთან არის მე-10 კლასელის ინტელექტუალური შესაძლებლობისთვის კი არა უმაღლეს სასწავლებელს ზოგიერთები რომ ამთავრებენ შესაძლებელი იმისთვისაც მიუღწეველი იყოს. ამას თუ დაუმატებთ იმას რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მოკლე, ძალიან პატარა სასწავლო რეჟიმები, სხვადასხვა თქვათ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლების, აი ეს არის კატასტროფის შედეგი. პრაქტიკულად ეს ბავშვები, ახალგაზრდები არიან სამსხვერპლოზე მიყვანილი. მე ერთ მაგალითს მოგიყვებით, პირადად სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში გახდით ერთ-ერთი რეგიონის საპატრულო სამსახურის სამმართველოს უფროსი. რო ჩავედი, ნახე კატასტროფული მდგომარეობა, იმიტომ რომ პრაქტიკულად თანამშრომელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ არ იცოდა ადმინისტრაციული ოქმის შედგენა, არ იცოდა, არაფერი ის რაც უნდა ცოდნოდა, ერთ სიტყვით არ იცოდა. რომ რა უნდა გვექნა, ყველას ჰქონდა დამთავრებული აკადემია, ესეც ნაჩქარებად იყო, მაშინ გაკეთებული რეფორმა იყო და იძულებული გავხდი, რომ იქ იყვნენ ძველი პროფესიონალები რომლებიც ადრე მუშაობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შედეგად და რეფორმის შემდეგ კონკურსში გაიმარჯვეს და ეხლა აქედან სახელებს ვერ ჩამოვთმა, მადლობა მინდა მათ გადაუხადო, რომ ისინი დამიდგნენ გვერდში და პრაქტიკულად სადღაც 3-4 თვიანი სასწავლო პროცესის ორგანიზება გავაკეთეთ თვითონ სამმართველოში. ეს იყო თვით ინიციატივა. ეს იყო თვით ინიციატივა, იმიტომ რომ თუ ამას არ გავაკეთებდით, ესე იგი ნებისმიერი ინციდენტის დროს 5-6 სატრანსპორტო საშუალებაზე 12, 13 ან 14 თანამშრომლის მოწინააღმდეგე ხდებოდა ერთ პატარა ინციდენტზე რა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ და მე მახსოვს ეს მაშინ პატარა ვიყავი მე თვითონ ასაკით, მაგრამ აი ეგ მომენტი მახსოვს რომ აი ტერმინოლოგიას მახსოვს სააკაშვილის მაშინ რომ მე არ მჭირდება ღიპიანი პოლიციელი მაგალითად ესეთი გამონათქვამი 40 წელს ზევით არ შეიძლება რომ ადამიანი იყოს და ფაქტიურად ეს ერთი ხელის მოსმით ზუსტად ის თაობა რომელსაც უკვე გამოცდილება კი შეიძლება ბევრი მათ შორის რაღაც
არ ვიცი, ეხა კი შევარნას დროს არ იყო ეს უმაღლეს დონეზე შეიძლება დაყენებული კორუფციასთან ბრძოლა და ბევრი შეიძლება რაღაც კორუფციულ დანაშაულშიც იყო გარეული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ ხალხს ჰქონდა ის გამოცდილება, რაც აუცილებელია ოპერატიული თანამშრომლისთვის და ეს ერთი ხელის მოსმით გაწიოდა მართლაც ორკვირა და მიზანმიმართული. ეს იყო მიზანმიმართული. ეს უშუალობის აკადემიის გაუქმება 40 წელს ზემოთ ადამიანთა სამსახური ეს არის მიზანმიმართული პროცესი, შენ პრაქტიკულად ინტელექტუალურ ისა რა ქვია ძირითად მას ხსნი რა. ეს იმას ნიშნავს, რომ შენ უკვე ბრძოლის უნარ არ ხდები. ჩვენ ახლა ამაზე არ უნდა ვისაუბროთ, არც ვისაუბრებ, მაგრამ მე მზათა ვარ ყოველ შემთხვევაში თუ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი დროს გამონახავს, მე დავჯდე და აუხსნა ის საფრთხეები, რომელთვის დარწმუნებული ვარ, რომელიც მათთვის დღეისთვის ცნობილი არ არის, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მიიღებდნენ უფრო კარდინალურ გადაწყვეტილებებს. არ შეიძლება სისხლის სამართლის დანაშაულში მხილებული ადამიანები პოლიტიკურ და ეკონომიკურ კორუფციაში მონაწილე ადამიანები ინარჩუნებდნენ მაღალ თანამდებობებს. არ შეიძლება ადამიანები, რომლებაც მოშალეს რეალურად სპეცსამსახური აღარ არსებობდა სააკაშვილის დროს და ეს გაგრძელდა სხვათა შორის ამ ხელისუფლების პირობებშიც, იმიტომ რომ რეალურად არ არსებობდა პასუხისმგებლობა და როდესაც პასუხისმგებლობა არ არსებობს, ამ შემთხვევაში ყველაფრის თქმის შესაძლებლობა, რაც ქუჩაში ხდება, რეალურად ის ხდებოდა სპეცსამსახურებში. ამიტომ მე თუ სპეცსამსახურებში რაიმე დოკუმენტს ვამზადებდი, მე მასზე ხელმოწერას ვამდი და მე ვიყავი პასუხისმგებელი. როდესაც შენ ხელმოწერას არ სვამ დოკუმენტზე და ქმნი მხოლოდ იმ ტიპის ანალიტიკას, რომელთაც გადაგორება გინდა, ამით ეროვნული საფრთხეების სისტემა შენ ვერ გაამყარებ. ესე იგი, გამოდის რომ რეალურად საფრთხის იდენტიფიცირება არ ხდება და შესაბამისად რისკის გათვლა არ ხდება და რეაგირების სისტემაც გვაქვს ნაკლები. ეხლა პრაქტიკულად რაღაცები თქვი და დანჩენ თუ დაინტერესებთ, მე ყოველთვის ზადყოფნას გამოვთქვამ თანამშრომლობისადმი ნებისმიერ ხელისუფლებასთან, თვლი რომ უნდა ითანამშრომლო თუ გიყვარს შენი ქვეყანა. თუ არა და მე ეხლა ვეც ვერაფერს ვერ გავაკეთებ, არის საკითხები, რომელზედაც მე არ უნდა ვისაუბრო. ბატონ დავით, ხო, ერთი კორუფციაზე გამახსენდა რა. სხვათა შორის მე მქონდა მაგის ბედნიერება, რომ როდესაც საპატრულო მომსახურების სააგენტო შეიქმნა, ერთ-ერთი ვიყავი სხვა ადამიანებთან ერთად, რომელმაც საფუძველი მის ჩამოყალიბების საფუძველში ვიყავი რა ამ პროცესებში ჩართული. და ახალგაზრდები, რომლებიც მასში დავასაქმეთ, უბრალოდ რომ დაენახათ სხვაობა ძველსა და ახალ შორის, ჩვენ მნიშვნელოვანი კვლევები განვახორციელეთ თუ რა იყო, საიდან რა და როგორ მოდიოდა. პრაქტიკულად მომსახურების სააგენტო შექმნით ის თანხები, რაც არალეგალურად მიდიოდა, თქვათ არალეგალური მიმოქცევა ჰქონდა თამის სახით და ეს შემდეგ. ამის ყველაფრის ლეგალიზება მოხდა. ეხლა აი მომსახურების სააგენტო შექმნით, მაგრამ რაც შეეხება კორუფციას, აბა კორუფცია თქვენ უნდა გენახათ. განსაკუთრებით 2008 წლის საომარი მოქმედებების შემდეგ, როდესაც პრაქტიკულად ხელისუფლების უმაღლესმა შტომ და შემდეგ ქვემოთაც ყველა მიგრძნო, რომ პრაქტიკულად მათ საქმე კარგად აღარ იყო. მაშინ დაიწყო კორუფცია. აი მაშინ და სამწუხაროდ დღემდე ამაზე არავის ყურადღება არ მიუქცევა. დღემდე არავის არ მოუკლევია ეს საკითხი, თუ რა დონის და როგორ იცემოდა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე სადღაც პირობითად 3000 და 5000 და 10000 და 20000 ვარიანი პრემიები და ეს შემდეგ და ეს. ამიტომ დრო დადგა სახელმწიფომ ის თანხები, რომელიც არის უკანონოდ ათვისებული, უკან დააბრუნებიოს იმ ადამიანებს. თქვენ არ გაგიკვირდებათ, მაგრამ წუხვარ ეხლა ისე ობიექტურ რეალობაზე უნდა ვისაუბროთ, რომ ის ადამიანები, რომლებმაც პრაქტიკულად სააკაშვილის ხელისუფლება კრიზისში შეიყვანეს, როგორც სპეცსამსახურის თანამშრომლების ეს შინაგან საქმეთა სამინისტრო, გუბერნატორი ეს შემდეგ და ეს შემდეგ, ფლობენ ძალიან მაღალი დონის ქონებებს და დღესაც არიან ელიტარულ ფინანსურ წრეებში. კი, ეს დიდი პრობლემა არის რა. თანამშრომელი ამას არ დაინახ, მე რო ვარ პოლიციის თანამშრომელი. თუ ის არ უყურებს, რომ მის წინ ვინც იყო და დანაშაული ჩაიდინა და ის არ დასაჯეს, ამ თანამშრომლისგან არასოდეს არ ჩამოყალიბდება ქვეყნის მოყვარული ადამიანი. იმიტომ რომ ყოველთვის ექნება twin-ში ის რომ პრინციპში მე შეიძლება ჩავიდინო და ამიტომ კორუფცია ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი და როდესაც ამასედაც ათყოფნას გამოვხატავ, თუ ამის სურვილი ექნება ხელისუფლების რომელიმე შტოს, როგორც კი ჩვენ ამას დღის სინათლეზე გამოვიტანთ, აბა თქვენ ნახეთ მაშინ რა დონის კორუფცია იყო იმ პერიოდში და რა დონის კორუფცია არის, რა კორუფცია იყო უკვე 2008-დან 2012 წლებში.
გეთანხმებით, ალბათ კორუფციასთან ბრძოლა ეს არის თუ გინდა რომ ჯანსაღი სახელმწიფო შედგეს ზოგადად, ეგ უმთავრესი საკითხი არის სწორედ კორუფციის მოსპობა და მით უმეტეს ისეთ მნიშვნელოვან სტრუქტურებში, როგორიც არის ქვეყნის სპეცსამსახურები, რომლებიც აი ყოველგვარი პოლიტიკური მიზნებზე ზევით უნდა იდგნენ, ხო? მათთვის აი თქვენ სწორად ბრძანეთ, რომ რა მნიშვნელობა აქვს ვინ არის ხელისუფლებაში, თუ ამ ქვეყნის მოყვარული ხარ, აუცილებლად უნდა გქონდეს გარკვეული მიმღებლობა და თანამშრომლობისთვის მიმღებლობა ყოველ შემთხვევაში ამ სტრუქტურებთან. ბატონ დავით, მე მინდა რომ ბევრი დრო რადგან არ გვაქვს გადაცემის, ისე არ დავასრულოთ, რომ არ შევეხოთ უკრაინის საკითხებსაც, მით უფრო თქვენ თქვით, რომ ჩვენი რეგიონის კლიმატზე ახდენს გავლენას უკრაინაში მიმდინარე პროცესებია. კორუფცია როგორც ჩანს, კორუფციასთან ბრძოლა ყოველ შემთხვევაში ერთგვარი საერთაშორისო ტრენდიც გახდა, იმიტომ რომ კიევში დაიწყო ძალიან დიდი ჯერჯერობით არ არის ეს ძალიან დიდი ეს გაზვიადებულად იქნა ჩემი მხრიდან ნათქვამი, მაგრამ დაიწყო პირველი საპროტესტო აქციები ფაქტიურად ომის დაწყების შემდეგ ზელენსკის წინააღმდეგ და ესეც უკავშირდება სწორედ ანტიკორუფციულ პოლიტიკას. ზელენსკიმ გადაწყვიტა, რომ ანტიკორუფციული ბიურო ორი სააგენტო, რომელიც კორუფციასთან ბრძოლას, რომელიც დასავლელი პარტნიორების, ასე ვთქვათ, კურატორობით იყო შექმნილი და ის კორუფციასთან საბრძოლოდ იყო შექმნილი. ზელენსკიმ თავისი ბრძანებით ერთგვარად შეზღუდა მათი ავტონომიები და ფაქტურად დაუქვემდებარა მის მიერ დანიშნულ პროკურატურას. ამას მოყვა საპროტესტო აქციები კიევში და იმართება ეს აქციები, მათ შორის ეხლაც როგორც იწერება მიმდინარეობს. რა მოლოდინები შეიძლება გქონდეს ამ პროცესიდან, არის თუ არა და რაც ყველაზე მთავარია, რასაც მე დავაკვირდი, ამ პროტესტში მონაწილეობენ დასავლეთის მიერ მათ შორის მხარდაჭერილი ფონდები. იყო გაკეთებული განცხადება ევროკავშირის მხრიდან, რომელიც იყო ძალიან კრიტიკული ზელენსკის ხელისუფლების მიმართ და თქვეს, რომ ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი, რასაც ამჟამად აკეთებს უკრაინის ხელისუფლება. ერთგვარად მე მექმნება ეს შტაბეჭდილება, თითქოს აი ზელენსკის ჩამოშორებას აპირებენ და თითქოს ეხლა იწყება და ეხლა იქოქება როგორც ასე პოპულარულ ენაზე თუ ვიტყვით ეს პროცესი. თქვენ რა მოლოდინები გაქვთ აი ამ ყველაფრიდან? პირველ რიგში უნდა ვაღიაროთ, რომ უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება ეს არის საქართველოსადმი, საქართველოს სახელმწიფოსადმი და შესაბამისად საქართველოს ხელისუფლებისადმი მტრულად განწყობილი ხელისუფლება. აქედან გამომდინარე, მათი მხრიდან ფიქსირდება არაერთი აქტიური სადაზვერვო, ესე იგი ძირსგამომთხრელი ქმედება საქართველოს წინააღმდეგ. მათ შორის ომში ჩართვას რომ ვიზახდით, ეს პირველ რიგში უკრაინის ეს იმას არა მარტო ომში ჩართვა, არამედ ძალიან ბევრი რამ, რომელზედაც დღეს რო ვისაუბროთ, შეიძლება დღეს კი არა, ძალიან ბევრი დღეები არ გვეყოს. ამიტომ აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ევროპული გამოცდილება იქნება ძალიან კარგი. ეს არის მიღებული პრაქტიკა, როდესაც შენ გაქვს იდენტიფიცირებული საფრთხეთ, რომელიმე სახელმწიფოს ხელისუფლება, რომელიც გებძვის და ძირს უთხრის კონსტიტუციურ წყობილებას შენი ქვეყნისას, შენ აუცილებლად უნდა აწარმოო სადაზვერვო პროპაგანდა. მე ვფიქრობ, რომ მოუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ მიიღონ ქმედითი ზომები სადაზვერვო პროპაგანდის გასააქტიურებლად და შესაძლებელია, რომ გარკვეული მხარდაჭერის ჯგუფის გამოიყოს და ჩავიდეს უკრაინაში და მხარი დაუჭიროს მომიტინგებს. მე ვფიქრობ, რომ ისინი არა მარტო იმ მიმართულებით, რაზეც გამოხატავენ პროტესტს და ალბათობის მაღალი ხარისხის ბევრი რამ ჯერ კიდევ არ ვიცით იქ რა სხვა რა ტიპის თქვათ ზომებმა გამოიწვია ეს გამოსვლა და არსებობს ძალიან ბევრი რამ, რომელზედაც საქართველოს შესაძლებელია, რომ ეხლა მომგებიანი პოზიცია დაიკავოს. ეხლა ძალიან უცხო რაც უნდა ვთქვათ, მაგრამ ზოგადად არც ერთ სახელმწიფოზე არასოდეს ცრემლი არ მდის, მე მეწოდება უკრაინელი ხალხი, რომ ხელისუფლება, რომელმაც უკრაინელი ხალხი ამ ლაბირინთებში ტრაგიკულ სიტუაციაში ჩააგდო, რომლის გამოსწორება პრაქტიკულად ალბათ შეიძლება 10 წლეულები დაჭირდეს, მე ვფიქრობ, რომ მათ არაფერი შესაძლებელი არ აქვთ. ისინი უნდა წავიდნენ და საქართველოს ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს მათ რაც შეიძლება. ეს ძალიან საინტერესო იქნება. ჩვენ ხომ ნახეთ, რომ ჩვენ პროტესტში მონაწილეობენ, მათ შორის უკრაინელი არ ვიცი, არ მახსოვს, მაგრამ ვიღაცები იყვნენ კი რადას დეპუტატების, მაგრამ კი, მაგათ მეტი რა იყო. აი ბალტიისპირა ქვეყნების საგარეო საქმე და მინისტრი იყო ბოლო ამ პროტესტებში ჩართული და იქ გერმანიიდან ის როთი იყო ჩამოსული. აი ძალიან საინტერესო იქნება, რომ კი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაგზავნონ დელეგაცია კიევში, გამოვიდნენ ისინი პროტესტის მონაწილეებთან და დაუჭიროთ მხარი, თქვან, რომ დიახ, საქართველოს დგას კიევის უკრაინელი ხალხის გვერდით. რა პრობლემა იქნება? ხო, ეხლა ეს შეიძლება ჩვენ
თქვით ეს ყველაფერი, მაგრამ უსაფრთხოების ომებიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ამის გაკეთება ხო, ნუ ალბათ არ მოხდება, მაგრამ ესე იქნებოდა ძალიან კარგი. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იქნება, რომ არსებობს ძალიან ბევრი ელემენტი სადაზვერვო პროპაგანდისა, რომლის განხორციელება ძალიან კარგად შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას. და დადგა ზუსტად ახლა ის ჟამი, რომლის დროსაც ჩვენ შეგვიძლია რომ უფრო აქტიურები ვიყოთ და გარკვეული მოგება ამ კუთხით ვნახოთ. დიდი მადლობა ბატონ დავით, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობისთვის და ვფიქრობ ის სწრაფად გავიდა ეს 1 საათი, რომ ძალიან საინტერესო იყო ჩვენი საუბარი, იმედი მაქვს რომ ჩვენ მაყურებელსაც მოეწონებოდა და ასევე იმედი მაქვს რომ კიდევ არაერთხელ გვექნება თქვენთან საუბრის შესაძლებლობა. შევახსენებ მაყურებელს, რომ ბატონი დავით კუხალაშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მე ორშაბათამდე დაგემშვიდობებით, ორშაბათს მე და მერაბ ჭიქაშვილთან ერთად შევხვდებით გადაცემა ანალიტიკაში. დიდი მადლობა და ნახვამდის.